მოგესალმებით. დღეს მინდა გიამბოთ მოკლედ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, ძალიან გულსატკინი, რომელიც არ დატოვებს რეაქციის გარეშე არც ერთ ჭეშმარიტ ადამიანს. მოგეხსენებათ, რომ ტესტების გადასაცემად, სასაჩუქრე ტესტების გადასაცემად მე პირადად მივდივარ, შეძლების დაგვარად, რეგიონებშიც ჩავდივარ და გუშინ შევხვდი მორიგ დატესტვის დროს ერთ-ერთ 18 წლის ბავშვს, რომელმაც გამოთქვა უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ტესტები არ უნდა ღირდეს $100. ძალიან ბევრ ბავშვს არ აქვს იმის საშუალება, რომ ტესტები გაიკეთოს. ჩავეძიე თუ რატომ იყო ეს შეკითხვა. ეს შეკითხვა იყო იმიდან გამომდინარე, რომ მან მიიხსენა ბავშვთა სახლი და ეს ბავშვი ჩვენთან ჯგუფში გამოჩნდა როგორც აღზრდელი დედისგან მოყვანილი შვილი, რომელსაც აინტერესებდა გაზრდილი ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის მოძიება. რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა და არა ისე ზღაპრულად, როგორც პოსტებში ჩანს. მწარე და სწორი რეალობა იმალებოდა აი ამ ბავშვის გულში და აი ამ ბავშვის გონებაში. ის მოსული იყო ჩემთან შეხვედრაზე თანატოლთან, მეგობართან ერთად, რომელიც ასევე იყო ერთ-ერთი ბავშვთა სახლიდან. საუბრისას გაირკვა, რომ ბავშვები ძალიან იჩაგრებიან ბავშვთა სახლში და გაჟღერდა ისეთი დეტალები, რაზეც ლამის გული შეტევა მივიღე. თქმა უნდა, ბავშვებს ავახსენე, რომ ვინ ვართ ჩვენ, რომ ჩვენ ასევე ვეძებთ შვილებს, მოპარულ ბავშვებს, სხვადასხვა საავადმყოფოებიდან, ვახსენე კლინიკები და საპასუხოდ მივიღე, რომ ჟვანიის კლინიკიდანაც ძალიან ბევრი ბავშვი არის ბავშვთა სახლებში გადაყვანილი. ბავშვებმა არ იციან არაფერი საკუთარ ოჯახებზე, არანაირი ინფორმაცია არ აქვს და ბევრს სურს გაიგოს ეს. ბავშვებს ურჩევნიათ გაიგონ სიმართლე, იცოდნენ, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს და თვითონ მიხედავენ საკუთარ თავს, როგორც მეუბნებიან. ოღონდაც ვიცოდე, რომ მამაჩემი არის ლოთი, დედაჩემი არის უკანასკნელი ქალი და ვარ ძალიან ცუდი ოჯახიდან. მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, მე იმდენი რამე მაქვს გავლილი, მეუბნება 18 წლის ბავშვი, რომელმაც უკვე მოასწრო შიმშილის გამო ციხეზე წყოფნა და პირობითით ცხოვრება. ზე დიდი შოკი. მივიღე მაშინ, როდესაც ჩემს კითხვაზე რა მოხდა ისეთი შენს ცხოვრებაში, რომ 18 წლის ბავშვმა უკვე მოასწარი მოგევლო მთელი საქართველოს ბავშვთა სახლები, გაგეცნო სხვადასხვა ბავშვები, გეჩხუბა, გეომა, უსამართლობის გამო. მოასწარი შესაბამის პენტენციურ დაწესებულებებში ყოფნა და პირობითზე ხარ, რამ განაპირობა ეს შვილო თქო. რა თქმა უნდა, დაუმორჩილებლობა იმ სტრუქტურების და იმ წესების მიმართ, რაც არის ბავშვთა სახლებში. ანუ რა დონის არა ადამიანი უნდა იყო აღზრდელი მუშაობ ბავშვთა სახლში და ბავშვებს საკვებს უჭამ, მიგაქვს სახლში, აშიმშილებ ან აიძულებ ჭამონ ქაღალდი. ანუ ქაღალდი ხალხო, ჩვეულებრივი ფურცელი ბავშვებს უდებენ წინ და აიძულებენ ჭამონ ქაღალდი. თითქოს ეს არის საკვები, სხვა საკვები არ არის და ბავშვთა სახლებში დატოვებულ ბავშვებს, თუ ისინი მართლა დატოვებული არიან, ხომ ერთი ტრამვა უკვე საკმარისად აქვს მიღებული. შემდეგ აღზრდელს მიყავს ოჯახზე შეგუება და 14 წლის ასაკში, გარდატეხის ასაკში, ქალი დგები და ბავშვს აბრუნებ უკან ბავშვთა სახლში. კომენტარსაც არ გავუკეთებ ამ ადამიანს როგორ მოვიხსენიებ. იმიტომ რომ ძალიან ცუდი და ძალიან მწარე სიტყვა გამომივადა. ვურჩევ თვითონვე გავიდეს ჩვენი ჯგუფიდან და ფრთიან ანგელოზად ნუ გვევლინება, თითქოს ეხმარება თავის აღზრდილ ბავშვს, რომელსაც დანახვაც არ უნდა დედამისის. ამ ბავშვებიდან გავიგე ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ბავშვი არის
სამშობიაროში დატოვებული. ბავშვებმა იციან მხოლოდ პირვანდელი სახელები და გვარები, რომლებიც თითქოს მიანიჭეს სამშობიაროში ან მიანიჭეს ბავშვთა სახლში. ძალიან უნდათ გაარკვიონ საკუთარი ფესვები, ბიოლოგიური ოჯახები. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დონეზე არიან ეს ბავშვები ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში, ერთმანეთს ეხმარებიან, 18 წლის ბავშვი რომ დაეხმარება 14, 15, 16 წლის ბავშვებს. 18 წლის ბავშვი რო ცხოვრებაში იღებს პასუხისგებლობას იმაზე, რომ იშრომოს, საკუთარი ხელფასით იქირაოს ბინა, აქ შეიფაროს ბავშვები, დაეხმაროს, დააპუროს. მგონი ძალიან კარგ მომავალთან გვაქვს საქმე. ძალიან გამიკვირდა ბავშვი, რომელსაც ტესტი გადავეცი საჩუქრად დავტესტე და თითქოს და უნდა ამდგარიყო მხოლოდ მადლობა მოეხადა და გაბრუნებულიყო მის გზაზე. სხვა ბავშვებზე ზრუნვით რომ იყო დაკავებული და ნელ-ნელა კითხვების სახით იძევდა ინფორმაციას ტესტების თანხებთან დაკავშირებით, რა ხდება, როგორ ხდება და საბოლოოდ ირკვევა ის, რომ ბავშვი, რომელიც მე დავასაჩუქრე ჩვენმა ჯგუფმა, ასევე ზრუნავს სხვა ბავშვთა სახლში მყოფ შვილებზე. ანუ ხვდებით ხომ, შესაძლოა აქ იყოს რომელიმე თქვენი შვილი. შესაძლოა აქ იყოს რომელიმე ჩვეულებრივი ნორმალური ოჯახის შვილი, რომელიც არის მოპარული სამშობიაროდან, გადამალული, ვერ გაყიდული საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. ძალიან გამიკვირდა ბავშვი, რომელსაც ტესტი გადავეცი საჩუქრად დავტესტე და თითქოს და უნდა ამდგარიყო მხოლოდ მადლობა მოეხადა და გაბრუნებულიყო მის გზაზე. სხვა ბავშვებზე ზრუნვით რომ იყო დაკავებული და ნელ-ნელა კითხვების სახით იძევდა ინფორმაციას ტესტების თანხებთან დაკავშირებით, რა ხდება, როგორ ხდება და საბოლოოდ ირკვევა ის, რომ ბავშვი, რომელიც მე დავასაჩუქრე ჩვენმა ჯგუფმა, ასევე ზრუნავს სხვა ბავშვთა სახლში მყოფ შვილებზე. ანუ ხვდებით ხომ, შესაძლოა აქ იყოს რომელიმე თქვენი შვილი. შესაძლოა აქ იყოს რომელიმე ჩვეულებრივი ნორმალური ოჯახის შვილი, რომელიც არის მოპარული სამშობიაროდან, გადამალული, ვერ გაყიდული საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. ამ საუბრის შედეგად ასევე ირკვევა ერთ-ერთ ბავშვზე ინფორმაცია, რომელიც თითქოს და სამშობიაროში მედპერსონალს გაუვარდა ხელიდან, რომელსაც თავზე აქვს მიღებული ტრამვა და დღემდე ესმის 14 წლის ბიჭს თავში შვილები და მიმხედავი და მისი პატრონი არავინ არ არის. თითქოს ბავშვს ბიოლოგიური მშობლები გარდაიცვალენ, დეიდამ გაუყიდა სახლი და ჩააბარა ბავშვთა სახლს. უკვე ძალიან ბევრი გამოჩნდა ისეთიც, სადაც არის საეჭვო ბიოლოგიური ოჯახის წარმომავლო ბაც. მე დავპირდი ამ ბავშვს, რომ ყოველნაირად გავავრცელებ ინფორმაციას, ძალიან მალე მაქსიმალურ ვადებში მოვახერხებ დახმარებას და მინდა ყველა მოგიწოდოთ შემდეგი რეალური ნაბიჯისთვის და ქველმოქმედებისთვის. პირველი აქედან გამომდინარე, მინდა დავაანონსო პირველი ჩვენ ჯგუფში საქველმოქმედო აქცია. სხვა მქონდა გეგმაში, მაგრამ ისე დაბრუნდა ყველაფერი, რომ უფალმა ჯერ მაჩვენა ეს ბავშვები და მაჩვენა ეს გზა, რომელიც მე უნდა გავიარო თქვენთან ერთად. ყველას მოგიწოდებთ. გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ამ ბავშვების დასახმარებლად გავაკეთოთ სააღდგომო საჩუქარი. ბავშვებს, რომლებსაც უკვე რამოდენიმე ტრავმა აქვთ მიღებული ბიოლოგიურ მშობლებთან დაკავშირებით, ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიმწარე აქვთ ნანახი და ისეთი რაღაცეები, რაც ბევრ დიდ ადამიანს არ ექნება გამვლილი და ის პასუხისგებლობები არ ექნება აღებული თავის თავზე. ამიტომ მოგიწოდებთ თითო პასკის თანხა, თუნდაც ნახევარი. შემოვწიროთ ამ ბავშვების ტესტების შესაძენად. რა თქმა უნდა, ყველაფერი როგორც ყოველთვის იქნება გამჭვირვალედ. ეს თანხები რაც შემოვა ამ ბავშვების ტესტების შესაძენად, გთხოვთ გადარიცხვის ველში ჩამიწეროთ სიტყვა ბავშვთა სახლი, რომ ამ მონაწერში ამოვიღოთ ეს თანხები.
პირადად ჩავალ, პირადად შევხვდები, ვასწავლი, იმიტომ რომ ამათმა დაეხმარონ სხვა ბავშვებს და ჩვენი სიკეთე ესე გამრავლდეს, გაგრძელდეს. ნამდვილად არ მინდა და ძალიან გულსატკენია ჩემთვის ასეთი კარგი ბავშვების გაცნობა და ამხელა გულისტკივილის მოსმენა. გაგება იმისი, რომ ბავშვი 2 თვეში სწავლობს შვედურს იმის გამო, რომ ამ უბედური ქვეყნიდან გაიქცეს და აღარასოდეს დაბრუნდეს. იქნებ და იქ ჩემი შვილია, იქნებ და იქ თქვენი შვილია. რატომ? ემოციის გარეშე ვერ საუბრობ იქ, სადაც თემა ეხება ბავშვებს, მით უმეტეს უპატრონოდ გაზრდილ ბავშვებს, მით უმეტეს შვილების მაძიებელ დედას, რომელიც ყველგან ეძებს და ყველა ბავშვი ხედავს საკუთარ შვილს. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, არა მარტო დედებს, ყველა გაშვილებულს, ყველა ბავშვთა სახლში გაზრდილ ადამიანს. თქვენ ჩემზე უკეთ იცით რა ხდება ბავშვთა სახლებში. ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ სააღდგომოდ ამ ბავშვებს ტესტების შეძენაში, დატესტვაში და ბიოლოგიური ოჯახების პოვნაში. ძალიან დიდ მადლს გააკეთებთ თქვენი ოჯახებისთვის, თქვენი მიცვალებულებისთვის, უფლისთვის და სრულიად საქართველოს შვილებისთვის.